შევართ პროექტ ახალგაზრდების სოციალური ცვლილებებისთვის მონაწილეები. პროექტის განმავლობაში დავასწარით 5 დღიან ტრენინგს, სადაც გავაცანით უამრავ ინფორმაციას აქტუალურ თემებზე, როგორებიცაა ოჯახში როლების გადანაწილება, სტერეოტიპები, ქალისა და კაცის თანასწორობა და ასე შემდეგ. ტრენინგებზე გაგოსნის უამრავი სახის კვლევა, ინფორმაციები, გავაკეთეთ ასევე უამრავი სახის აქტივობები, რომ ეს ჩვენი თეორიულისა და გადმოგვეტანა პრაქტიკაში. ჯგუფში მუშაობის პერიოდში მსჯელობდით, როგორ აგვეცილებინა თავიდან გენდერული უთანასწორობა და როგორ შეგვექმნა თანასწორი გარემო ჩვენს ირგვლივ. ეს პროექტი იყო ჩემთვის კიდევ ერთი შანსი, რომ გამომეცადა თავი. გადამედგა ახალი ნაბიჯი და დამეტესტა, რამდენად გავართმევდი თავს ახალ თავგადასავალს. Any answers ვინ უნდა იყრებდეს ოჯახში მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას? პროექტის ფარგლებში ჩვენ ჩავატარეთ კვლევა, გამოვკითხეთ ახალგაზრდები და მოხუცები, რათა გაგვიგო რას ფიქრობენ ისინი გენდერზე, თანასწორობაზე და ოჯახში როლების გადანაწილებაზე. ასევე შევხვდით ჩვენს თანატოლებს და ვისაუბრეთ გენდერული თანასწორობის მნიშვნელობაზე. ვინ შეიძლება სურათო მნიშვნელოვანი ოჯახში როლების თანაბრად განაწილება და როგორ მოქმედებს არსებული სტერეოტიპები ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე. პროექტმა მომცა შესაძლებლობა გავუზიარო ჩემი ცოდნა სხვებს და დავფიქრდე იმ ღირებულებებზე, რაც თანასწორ საზოგადოებას ქმნის. მარს შეუძლია რომ თან ეს ყველაფერი ცოლს ოდნავ შეუმსუბუქოს. ჩვენ მქონდა პროექტის დასკვნითი ღონისძიება, სადაც 60+ კლუბის წევრებს წარმოუდგინოთ ჩვენ მიერ მომზადებული პრეზენტაცია, რომელზეც მე და ჩემი გუნდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობდით. ვაჩვენეთ ანიმაცია, რომელიც შეეხებოდა ოჯახში როლების გადანაწილებას და გავაცანით კვლევის შედეგები, რომელზეც ჰქონდა საინტერესო დისკუსია. ვიაზრებთ, რომ ჩვენი მიზნის მისაღწევად ძალიან დიდი გზა გვაქვს გასავლელი და ზუსტად ამიტომ ვაცრომობთ დღეს ერთიანი, თავისუფალი და თანასწორი გარემოსთვის.